სახელითა მამისათა, დაცისათა, დაწმინდისა სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასრულოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ამინ. დღევანდელ დღეს თანოდაწმანო მოგეხსენებათ წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს პეტრე პავლოვის დღესასწაულს. პეტრე პავლობა ესე ქვია ამას, ესენი არიან მოციქულთა თავნი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენს წარმოდგენაში ხშირად, რადგანაც ვამბობთ, რომ ისინი მოციქულთა თავნი არიან, პეტრე და პავლე ხანძეულები როგორ არიან ჩახუტებულები ერთმანეთს, სინამდვილეში არის ორი აბსოლუტურად ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები. იმდენად განსხვავებული ადამიანი, რომ მოყოლით ეს ამბავი ალბათ ძნელი გასაგები იქნება. რაღაცნაირად წმინდა წერილს კარგად უნდა იცნობდეს, თითოეული თქვენგანი ამას სარკაზმით არ ვამბობ ნამდვილად, ესე უნდა იცნობდეს ჩვენი მოვალეობა ესა და ჯერა რომ თქვენ ამაში მოწადინებული ხართ და როდესაც ამ ყველაფერს წაიკითხავთ, ნახავთ, აღმოაჩენთ, რომ ჩვენ რომ რაღაცა კრიტერიუმებს ვაყალიბებთ, რაღაც ფორმებს ვაძლევთ ადამიანს და ვფიქრობთ, რომ წმინდანი ასეთი უნდა იყოს. ერთი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ წმინდანია, მეორე სხვანაირად ფიქრობს, ვიღაცა სხვანაირად ფიქრობს. სინამდვილეში ჩვენი ფიქრები შეიძლება საერთოდ არ შეესაბამებოდეს სინამდვილეს. იმიტომ რომ ჩვენს წარმოდგენაში შექმნილი ვიღაცის სიწმინდე სხვის წარმოდგენაში საერთოდ არ წარმოადგენდეს სიწმინდეს და პირიქით იმას რაც გონია წმინდა საერთოდ ჩემთვის არ წარმოადგენდა. აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ რომელიმე არაწმინდად იქცეოდა. აქ საუბარია მათ თვისებებზე, მათ ხასიათებზე, მათ ცხოვრებაზე, მათ დამოკიდებულებაზე, მათ ურთიერთობაზე ადამიანებთან. ამიტომაც არ შეიძლება არ თანამედროვე სამყაროში არ შეიძლება რომ ჩვენს ყველა მღვდელს ერთნაირი თვალით უყურებდეთ და ყველა მღვდელისგან ერთი და იგივეს ველოდებოდეთ. ფუტკრის ოჯახი ხომ გინახავთ? ფუტკრის ოჯახში თაფლს ყველა კი არ ამზადებს. ვიღაცას ქვია მუშა ფუტკარი, გადის და მოაქვს ეს მასალა. ვიღაცას დავალება აქვს, რომ უნდა დაამუშავოს ეს მოტანილი მასალა. ვიღაცას დავალება აქვს, რომ ამ დამუშავებული უნდა ჩაასხას იქ და მე მინახავს, მამა ჩემს ყავდა ფუტკარი და ზუსტად ერთხელ ნახე, რომ ახსნა თავი, ესე ფუტკრების მთელი გუნდი იდგა და ფრთებს იქნევდნენ. იქ მეც არაფერს არ რასაკეთებენ მეთქი. ესენიო ანიავებენო ზედმეტი მჟავე წყლები როზში ის უნდა წარმოგიდგენიათ ანიავებენ იმას, რომ უნდა აორთქლონ წყლები, რომ თაფლი არ ამჟავდეს. ამიტომაც ფუტკრის ოჯახს გავს ჩვენი ეკლესია. ასე მოქმედებს ჩვენი ეკლესია, ასე მუშაობს ჩვენი ეკლესია და ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ყველა ერთმანაირი იყოს. ღმერთმა როგორ შეიძლება ყველა ერთნაირი იყოს? წარმოგიდგენიათ ყველა, ვისაც იცნობთ, ყველა რომ კაცრი მოძღვარი იყოს, წარმოგაუხსნელი და ასეთი მოძღვარი აუცილებელია, იმიტომ რომ მას ყავს თავისი მოთხოვნა გიმრევლს და ყავს ასეთი ვიღაცა პირიქით ისეთი ღიმილიანია, ცხოვრება გაგიხარდება მასთან ურთიერთობაში. ის თავის ფუნქციას ასრულებს, ის თავის ფუნქციას როგორც თაფლი მაშინ კეთდება, როცა მუშას მოაქვს, ის უნიავებს, ვიღაცა იქ ასხავს, ვიღაცა ბეჭდავს და ვიღაცას მარტო გამრავლება ავალია, მეტი არაფერი. ამიტომაც ჩვენც ასე უნდა შევხედოთ. ასე უნდა შევხედოთ პეტრედან და პავლედან გამომდინარეც კი. ერთი არის მოციქული, რომელიც უშუალოდ იცნობდა ქრისტეს, რომელზედაც დღევანდელი სახარება წავიკითხე და ქრისტე უნება შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ სარწმუნოებას. მეორე ქრისტეს იცნობდა კი არა. მეორე ქრისტიანების მდევნელი იყო, ვინც ქრისტეს აღიარებდა და მას ეთაყვანებოდა. სტეფანე პირველ დიაკონის ჩაქოლვაში მონაწილეობას ღებულობდა, თვითონ არ უსვრია, მაგრამ იმ ტანსაცმელებს ყარაულობდა, რომლებიც მაშინ ესეთი წესი იყო, ქვით რომ ქოლავდნენ, ვისაც ქვა უნდა ესროლა ტანსაცმელებს იხდიდნენ, იმიტომ რომ სისხლი არ შეშხებებოდა. ტანსაცმელი ახლა ჩვენარი გარდერობები მაშინ არ იყო. დღეს წუწუნებს ადამიანი ერთი 20 გამოსაცვლელი აქვს და ვაიმე რა ჩავიცვა არ ვიცი. მაშინ ერთი ქონდა, ყველაფერი ყოველთვის ეს ეცვათ და ამიტომ რო არ შესწმოდათ ეს სისხლი და არ გაუწმინდეურებულიყვნენ ამ სისხლით, ამიტომ ტანსაცმელი პავლეს ფეხებთან დააწყვეს. პავლე ცოტა შორს დადგა, უყურებდა ამ პროცესს, როგორ ჩაქოლეს სტეფანე პირველ დიაკონი რისთვის, რომ ქრისტეს აღიარებდა. ქრისტეს როგორც მესიას მხსნელს ასე უწოდებდა. ასეთი იყო პავლეს ცხოვრება და სასწაულებრივად მოხდა მისი მოქცევა, სასწაულებრივად მოხდა, რომ გამოეცხადა მას იესო ქრისტე, დაბრმავდა პავლე, ხმა ესმოდა მხოლოდ და
ასე მოხდა, რომ გახდა ის მერე ქრისტიანობის მდევნელობიდან ქრისტიანობის პირველი მხალდაგებელი. ამიტომ ეს ორი სრულიად სხვადასხვა პიროვნება, სხვადასხვა ყველაფერში, მათ შორის იმაშიც, რომ პეტრეს ცოლი ყავს და პავლეს შეწირული აქვს მთელი თავის ცხოვრება რაღაცა დღევანდელი გაგებით ალბათ თქვენ რომ უკეთესია როგორც ბერობა, მონაზვნობა და ახლობით ესე რომ წარმოვიდგინოთ. ესე მიუძღვნა მან თავისი თავი ეკლესიას და ამ ცხოვრებას და არასდროს არ დაქორწინებულა. შესაბამისად, მასი ფსიქოლოგიაც სხვანაირია, იმიტომ რომ პეტრეს სიდედრი ყავს და პავლეს არ ყავს. ხო, ეხლა ეს კი შეიძლება ხუმრობად მოგეჩვენოთ, მაგრამ ფსიქოლოგია სხვანაირია ადამიანისა, ვისაც ყავს და ვისაც არ ყავს. ცოლი, სიდედრი და ასე შემდეგ, ცოლის თანახესაო და მის რაკია. ცოლის დები და ასე შემდეგ. ამიტომ კი გაგეღიმათ ეხლა, მაგრამ რეალობა ასეთია, ფსიქოლოგია სხვადასხვანაირია ადამიანისა და აბსოლუტურად სხვადასხვანაირები არის. მაგრამ ნახოთ რატომ არის პეტრე კლდეს სარწმუნოებისა. დღევანდელ სახარებაში ასეთი რამ წერია, რომ ვინ გონი ვართო, საზოგადოებას ვინ გონი ვარ და მოციქულები ეუბნებიან, რომ ზოგს ილია, ზოგს ისაია, ზოგს იერემია, ასე შემდეგ. თქვენ ვინ გონი ვართო, ვინა ვარ მე? და პეტრე ყოველთვის ყველას ასწრებს. არა და ანდრიამ ასე უფროსია. ანდრიამ მიიყვანა პეტრე იესოსთან, მაგრამ პეტრე არის მოციქულთა თავი და არა ანდრია. იქაც სხვათა შორის პავლესთანაც, პავლე და ბარნაბა დადიან სულ ერთად, მაგრამ ბარნაბას ასე არ განადიდებენ როგორც პავლეს. იმიტომ რომ ესენი სხვა რამეს აკეთებენ კიდე გარდა იმისა, რომ სამოციქულო ღვაწლია და ამაზეც მოგახსენებთ აუცილებლად. ჯერ ის თემა დავამთავრე. და პეტრე როგორც ყოველთვის ესეთი ემოციურია და ყოველთვის ყველას ასწრებს. ამოდგება და იტყვის, შენ ხარ ძე ღვთისა. ამ აღიარებას გააკეთებს პეტრე. და მაცხოვარი ეუბნება, რომ ნეტარ ხარ შენ პეტრე, რადგანაც ეს სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა, არამედ ზეციურმა მამამ. რას ნიშნავს ეს იცით ჩემო ძვირფასებო? თქვენ ვინც ახლა აქ გახართ, იცოდეთ რომ თქვენ სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადათ ეს რომ აქ უნდა მგარიყავთ. ზეციური მამისგან, სულიწმინდისგან მოგეცათ ეს მადლი, რომ აქ მდგარიყავთ და ეს ამსახურებაში მონაწილეობა მიგიღოთ და ზიარებულიყავთ. ასე რომ ამისთვის ძალიან დიდი მადლიერებაა საჭირო, რომ ეს აღიარება, რასაც პეტრე ამბობს, ჩვენ ამ აღიარებით ვართ ამ ეკლესიაში. და მე გეტყვით, პეტრეს პიროვნებას კი არ ეუბნება, რომ შენზეა დაფუძნებული ეკლესია. არა, პიროვნებაზე როგორ შეიძლება იყოს, თან შეიძლება იყოს და თან არ შეიძლება იყოს. ნახეთ, ცოტა შეიძლება აბსურდულად მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორ შეიძლება პეტრეზე იყოს დაფუძნებული, რომელი პეტრეც ცოტა ხანში, იცით რა ეთქვის ქრისტეს, რომელიც საუბარს დაიწყებს, რომ მე ახლა უნდა წავიდე იერუსალიმში და დამიჭერენ, შემიკრობენ, ჯვარს მაწმევენ. გაიყვანს პეტრე გვერდზე და რას ლაპარაკობ, შენი თავი დაინდევა, არ წავიდეთო იერუსალიმში, ეუბნება და ერთი აბზაცით წინ რომ ეუბნებოდა, რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ ეკლესიას და მჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან, პეტრეს ხომ ეუბნება ამას? ეხლა მოუტრიალდება და ეუბნება, განვედ ჩემგან სატანა, რამე თუ კაცის სასაზრახავ და არა ღვთისასა. ამიტომაც როგორ შეიძლება იყოს პეტრეზე დაფუძნებული? ან პავლეზე, ან ვინმეზე საერთოდ. იცით რაზე არის დაფუძნებული ეკლესია? ეკლესია არის დაფუძნებული იმ სწავლებაზე, რომელიც წარმოთქვა პეტრემ, რომ შენ ხარ ძე ღვთისა, ვისაც ამის ჯერა და სწამს, ეს არის სარწმუნოების კლდე, რომელსაც ვერ მოერევა ჯოჯოხეთის მჭენი. და არა ის, რომ პეტრე აღარ შეცდება, არა ის, რომ ჩვენ აღარაფერი აღარ შეგვეშლება. პეტრეს შეეშალა, თუმცა კი იქვე გვაჩვენა ამ შეცდომის გამოსწორება როგორ უნდა. ამისი მაგალითის თვალწინ დაგვიდო, რა თქმა უნდა. მაგრამ კიდე ერთი საოცარი მომენტია, რომლის გახსენებაც ძალიან მიყვარს. ეთყობა მე თვითონაც მჭირდება ასე და ამიტომაც მიყვარს, რომ იქვე პეტრეს ეუბნებიან, შენ მოგეცემაო ცათა სასופველის გასაღებიო და ვისაც გახსნიო, გახსნილი იქნება ცათა სასופველი მისთვისო და ვისაც დაკეტაო, დაკეტილი იქნება მისთვის ცათა სასופველი. პეტრეს რომ ეუბნება, ამას სამოციქულები არ იგულისხმებიან? რა თქმა უნდა იგულისხმებიან. სამოციქულო მსახურება არის ეს და სამოციქულო მსახურებას გადაეცემა ეს გასაღები, თუმცა კი კონკრეტულად პეტრე სხვა ადგილას სხვათა შორის სახარებაში ესეც წერია. მაგრამ აქ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რატომ იცით პეტრეს? იმიტომ რომ პეტრეა ერთადერთი იმ მოციქულთაგან, რომელსაც ესეთი შეცდომა მოუვა, რომელიც იუდას შეცდომაზე ნაკლები არ ყოფილა, მინდა გითხრათ. მან საერთოდ ხაზი გადაუსვა იქამდე თუ
აი ეს შემართება ქონდა რომ მაწვარი ამბობს რომ ეხლა მე შემიფრობენ და ყველანი გაიქცევით და მე არასდროს მიგატოვებ და მე სულ შენთან ვიქნები და მე მზად ვარ დღესვე მოკვდე ასე აიფარებს თვალებზე ხელს და იტყვის საერთოდ არ ვიცნობ ამ კაცს არც გამიგია ვინ არის ასე რომ პეტრე რომელიც ამ ყველაფრიდან გამოფხიზლდება მას ხომ ახსოვს ეს სიტყვები რომ გასაღები აქვს მიცემული სათასასუფევლისა და ამავდროულად უარყოფილი ყავს ქრისტე ეხლა თქვენ როგორ წარმოგიდგენია პეტრე თავის დაცემულობას ისე გრძნობს მთელი ცხოვრება თვალზე ცრემლი არ შეშრობია ეხლა ავიღოთ სხვა ნებისმიერი მოციქული ნებავთ პავლე ავიღოთ რომელიც ძალიან წმინდა ცხოვრობს ნაზორეველია ფაქტიურად ნაზორეველობა მაშინდელ იუდაიზმში იყო შეწირულობა იყო კაცისა რაღაცა როგორც მონაზვნური სახე ესე იგი მოგახსენეთ ნებავთ იოანე ღვთისმეტყველი ავიღოთ რომელზედაც აი მხოლოდ დიდ საქმეებს და სიჩქარეებს აიკითხავთ და პეტრეზეც აიკითხავთ რომ აი ესეთი შეცდომა მოვიდა მაგრამ გასაღები მას მიეცა რატომ მარტივია ამაზე პასუხი თუმცა კი ალბათ ესეთ ჩვენს გონებაში არ მოვიდოდა წმინდა მომენტს რომ არ ეკარნახათ იმიტომ რომ პეტრესთან მოსული ადამიანი სხვანაირად მიიღებს შენდობას და იოანესთან მისული და პავლესთან მისული სხვანაირად ნახეთ როგორ პეტრე რომელიც მიიღებს ადამიანს აღსარებაზე და ის თავის აღსარებას ჯავარებს პეტრე ეთქვის ეგ რა არის მე ისეთი შეცდომა დამემართა შენ ჩემთან შედარებით წმინდა ახლა იოანემ თავისი სიმაღლიდან რომ ჩვენ გაგვიკითხოს სათასასუფეველში კი არა ამ დედამიწაზე სიარულის უფლებაც არ აქვს მაგრამ პეტრემ თუ გაგვიკითხა რომელსაც გასაღები უჭირავს ხელში იცი რას გეტყვის შენ რა გიჭირს მე ისეთი ცოდვა ჩავიდინე და ეს მაპატია უკვალმა და შენც გაპატიებს ამიტომ ნუ გეშისთვის აქვს ეს გასაღები პეტრეს ამ სიხარულის მოსანიჭებლად აქვს პეტრეს ეს გასაღები რომ შენ ადამიანო რომელსაც გეშინია და ფიქრობ არ იცი რა იქნება ხო პეტრე უნდა გაგახსენდეს რომელიც გეტყვის ნუ გეშინია მე მაპატია და შენც გაპატიებს ოღონდ შენ უნდა გინდოდეს ეს თავარია შენ გინდოდეს თავარია შენ მოხვიდე თავარია შენ იყო ამ ურთიერთობაში და არ მოწყვდე ამ სამოციქულო ეკლესიას ასეთია მათი საოცარი ცხოვრება ასეთია მათი განსხვავებულობა და თან ერთმთლიანობა ეს სურათი უკაცრავად რო ვამბობ რაღაცა ხატზე ასე არ ითქმება მაგრამ სურათივით რო აღიქვათ რომ ესე ერთმანეთს არიან ჩახუტებული ეს არის უფრო სათასასუფეველში ჩათვალეთ იქიდან გადმოღებული ხატი ვიდრე ის რომ ისინი ამ ქვეყანაზე ისინი კარგად ვერ უგებდნენ ერთმანეთს იმიტომ რომ პეტრე ძინა დაცვეთილებას კვლავ განაგრძობდა ქადაგებას და პავლე პირიქით ამბობდა რომ საერთოდ ამაზე დავა მოუვიდათ ამაზე მთელი ამბებია განხილულია ეს ყველაფერი წერია წმინდა წერილში ძალიან საინტერესოა და მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ერთი იყო მართალი და მეორე არ იყო მართალი ასეთი რამ ადამიანურად ყოველთვის ხდება და ეს არის ცოცხალი ეკლესია ამას ქვია ცოცხალი ორგანიზმი და არა ის რომ ყველა ერთნაირები უნდა ვიყოთ ჩამოვაყალიბოთ რაღაცა კრიტერიუმები რომ ვისაც 100 აცვია და 100 აცვია მხოლოდ ის გონდება და ჯინსიანი და კედებიანი ახალგაზრდა ვერ შევაწევ არ შეიძლება ასეთი აზროვნება არ შეიძლება ასეთი ლაპარაკი ყველას აქვს მიცემული შანსი ყველა მოხმობილია აი ეს არის ხმა ყველას ესმის და ვის როდის გაიხსნება ის გულის კარი რომ იტყვის შენ ხარ ძე ღვთისა პეტრესავით რომელსაც მამა გამოუცხადებს და არა სისხლით და ხორცი ჩვენთვის ეს უცნობია ამიტომაც არა განკითხვით არა თითის გაშვერით არა ვიღაცის ესე იგი ყურით მოყვანით ეკლესიაში არამედ ლოცვით სინანულით სიხარულით რომ პეტრეს უჭირავს ეს გასაღები ხელში და მისი წმინდა ლოცვებით ჩვენ ყველანი ღირსნი კი არა ვართ მაგრამ სათასასუფევლისთვის ვილდვით აი ესეთი უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება ჩემო ძვირფასებო მათი ცხოვრება უნდა იცოდეთ კარგად მათი ეპისტოლეები უნდა იცოდეთ ორი კათოლიკე ეპისტოლე აქვს პეტრეს დაწერილი 14 ეპისტოლე აქვს დაწერილი პავლეს და მე მინდა რომ თქვენ ამას კითხულობდეთ ყოველდღე თუნდაც თითო რაღაცა ფრაზას მე მართლა გეუბნებით რაღაც აკვიატებასავით მაქვს ეს რომ დილით რომ გავიღვიძე პირველი თუ არ გადავშალე რაღაცა წმინდა წერილი არ შეიძლება აი დღეს გულწრფელად გეუბნებით აი რაღაცა რაც გადამეშალა ის წავიკითხე იმიტომ რომ ჩქარობდი მოვიდიოდი და პავლე მოციქულის ეპისტოლე ასეთ რამეს წერს რა თავისუფლებისთვის ხართო მოწოდებულიო ოღონდო ეს თავისუფლება ხორცის საამებლად არ გამოიყენოთ ამიტომ
ეს თავისუფლება ჩვენ რომელი თავისუფლებას მოგვეცა არა ხორცის სიამისათვის, არამედ იმისთვის რომ გავთავისუფლდეთ ნამდვილად ცოდვებისაგან და შევუერთდეთ ცათა სასუფეველში ვიხაროთ მათთან ერთად, აი ესე ყოფილიყოს ჩვენი თავისუფლება. ამინ. ალოცვილი და გახარებული გამარჯვება თქვენთან ერთად. ხვალ არის სვეტი ცხოვრების დღესასწაული და სამწუხაროდ მე ვერ ვიქნები, მაგრამ მამა ლუკა შეასრულებს სახურებას. დილის 9 საათზე დაიწყება წილი.